გადასარევი ამინდი სადაც არის ეს ჩვენი სამზარეულოა, სადაც ულამაზესი ლიკა კვარაცხელია გველოდება. და მოდი მისგან გავიგოთ თუ რას ველოდები დღევანდელი დღისგან. დილამშვიდობის. ბევრ გულებს ველოდოთ ჩვენ სამზარეულოდან დღეს თუ გადმოინაცვლებთ უფრო ცლად მოგიყვებით. გადმოვინაცვლებთ. როგორ ახართ მეგობრებო? დასაგიჟებლად. როგორ ხარ? კარგად, მივესალმები ნაწილს მოვადექით ჩვენ. ძალიან კარგი, მივესალმები კიდევ ერთხელ ჩვენს მაყურებელს. მე როგორც ხედავთ უკვე ცომის გაბრწყელება დავიწყე და ვფიქრობ რომ ვალენტინობა რადგანაც მოგვიახლოვდა და აგერ უკვე ხვალ არის, რატომაც არ მოგვემზადებინა რაღაცა ძალიან მარტივი, მაგრამ თან ორიგინალური. რა შეგვიძლია ხა ვალენტინობაზე რომ ადამიანს მივართვათ ჩვენ საყვარელ მეორე ნახევარს ვალენტინს. ყველაფერი. ხო, რომელიც ანუ დილას ძალიან მარტივად მამაკაცსაც შეუძლია მოამზადოს და კი ბატონო. ქალბატონსაც პირდაპირ ლოგინში მოსწრებით. მოდით მოვამზადოთ ფენოვანი ცომისგან ღვეზელები. რომელისთვისაც დაგვჭირდება მხოლოდ ფენოვანი ცომი და ჯემები. თქვენ არჩიეთ გულსართი, ჩვენ გვაქვს კოპის იტალიური ძალიან გემრიელი ჯემები, რომელიც არის წარმოდგენილი ექსკლუზიურად გუდვილში და ჩვენ ამას ხშირად ვახსენებთ. სხვადასხვა გულსართით გავაკეთებთ, გავაფრთხელებთ ფენოვან ცომს, ცოტა კიდევ მინდა რომ გავაფრთხილო, გამოვჭრით გულებს. კი ბატონო. და გულსართში მოვათავსებთ ჯემს, შემდეგ გადავუსმევთ კვერცხის გულს და გამოვაცხობთ ჩვენს აეროგრილში. ცოტა ხნით ამას გადავდებ და მეორე კერძი, რომელსაც მოვამზადებთ, იქნება ასევე გულის ფორმის პიცა. შენ გენაცვალე, გადასარევ გულიანი დილა დამწებია რა. ანუ ესე გამოდის, რომ ვერაფერს ისეც ახლა განსაკუთრებულს და ორიგინალურს ჩვენ ახალ ველოსიპედს ვერ მოვიგონებთ, თუმცა ფორმებით ყოველთვის შეგვიძლია თამაში და კი ბატონო. რატომაც არა? აი ერთი გული კი უკვე გამოვჭერით. ახლა შეგვიძლია რომ მოვათავსოთ შიგნით ჩვენი ჯემი და დანარჩენს მერე გავაგრძელებ. უბრალოდ ადგილი მჭირდება ცოტა გამიხსნით. აბა რას ვიზავ, რომელი გავხსნათ? შენ რომელიც გიყვარს ის მე შევარჩიე, აი აუგლის ხო გიყვარს. ой, გადასარევი. მადლობა ძალიან დიდი. და შემდეგ ჩვენს ღვეზელებს გამოვაცხობთ აეროგრილში, როგორც ხედავთ, ჩვენთან წარმოდგენილია დამხმარე ადამიანებს ვეძახი მე სამზარეულოში, ფილიპსის აეროგრილი და მას აქვს ცხიმის მოცილების ტექნოლოგია, ჯანსაღი, გემრიელი და ხრაშუნა შედეგებისთვის. ასევე აქვს keep warm-ის რეჟიმი, რომელიც ინახავს კერძს თბილად 30 წუთის განმავლობაში. მისი გაწმენდა ძალიან მარტივია, კალათის ყველა მოსახსნელი ნაწილი უსაფრთხოა ჭურჭლის სარეცხ მანქანაში მოსათავსებლად. ეს არის ერთადერთი air-fryer-ი, რომელიც ავტომატურად არეგულირებს დროსა და ტემპერატურას. ანუ ვარჩევთ საკვების ტიპს, თევზი იქნება თუ ხორცი და თავად არჩევს ჭკვიანი სენსორი, რამდენ ტემპერატურაზე და რამდენი ხანი სჭირდება მის გამოცხობას. შესაბამისად, კიდევ უფრო მარტივდება. კი ბატონო, სამზარეულოში ფუსფუსი. ახლა თავარი პრინციპი რა არის სამის გამზადების? მოვათავსეთ ცოტა ჯემი. შეგვიძლია ჩავანაცვლოთ რომელი ჯემითაც ჩვენ გვინდა. ზემოდან უყვარს ალუბლის როგორც გავიკეთე, ამიტომ შევარჩიე. ანუ სხვადასხვანაირი გავაკეთოთ და მე ვნახოთ რა შეხვდება არჩილს. კარგი, მაშინ ჩემი გემო ეს იყოს, მე ეს მომწონს. ნახეთ ესე მარტივად. თან ისეთი კარგი ცომია, რომელიც ნახავთ როგორ ამოფუვდება ცხობისას, ხო, თან ძალიან ლამაზი ფორმაც ექნება. კვერცხი უნდა ავთქვიფოთ, კვერცხის გული და გადავუსვათ ზემოდან, ამასაც ახლა ვაჩვენებ თითო მაგალითზე ჩვენს მაყურებელს და შემდეგ უკვე რომ უფრო ლამაზი ფერი კონდეს, ხო? ეთერში რომ არ ვიქნებით, კი, ფერი და ეთერში რომ აღარ ვიქნებით, მერე დანარჩენს გავაგრძელებ მე თვითონ, ხო? ერთი წუთით. რაც შეეხება კვერცხს, თქვენ იცით, რომ ჩვენ ვიყენებთ გუდვილის წარმოების რა კარგიას ბრენდის კვერცხს და ყოველთვის ჩვენ სამზარეულოში იკავებს ადგილს და მე მიყვარს კვერცხი დილიდან საუზმეზე თუ ყველანაირ კერძში ძალიან ნოყიერია. სომეულში აუცილებელია. ასევე ჩვენ გვაქვს აქ
რომელიც ძალიან ჩქარობდა და უკვე მორბოდა ეთერში. Ferrarini ბრენდი იტალიური, რომელიც შეძენაც უკვე გუგლში შეგიძლიათ. ბრენდი გვთავაზობს ზეხვეულის და ყველის მრავალფეროვან ასორტიმენტს, ასევე ნაღების კარაქს და ჩვენ დღეს მოვამზადებთ Ferrarinis ხორცპროდუქტებისგან და ყველისგან ზუსტად ჩვენს პიცას, რომელსაც ვფიქრობ, რომ მეორე ჩართვაში მინდა რომ უფრო დეტალურად გაჩვენოთ და ამიტომ რაღაცნაირად გადავანაწილე და დავიწყე ჯერ აი ამ ღვეზელების მომზადებით და ნახე, სულ ეს არის, რაც სჭირდება ჩვენს ღვეზელს და გავუშვებთ აერო გრილში გამოსაცხობად. რამდენიმე წუთში გაკეთდა ყველაფერი. ხო, აი ეს არის რა დღევანდელი სამზარეულო იმდენად არის გამარტივებული, რომ ყველას შეუძლია იფუსფუსოს. თავარია ხარისხიანი პროდუქტი. სამი საშუალებას, თორე ფუსფუსით მეც მიმიშვი და ვიფუსფუსებ. კი, და ცოტა სურვილი და ფანტაზია, ხო, მე კი ბატონო. ესეთი ამბებია ჩვენთან. კი, ერთმანეთს მიეკროს ორივე მხარე. კი, აუცილებლად. მე მაინტერესებს ხო არ გადმოვა ჯემი, არჩილ, მინდა რომ შენი საყვარელი ჯემი იყო შენარჩუნებული, ძალიან გთხოვ. ახლა მე ამას მე კარგად გავაკეთებ, მაგრამ თუმცა კიდევ უფრო მარტივი რო იყოს, შეგვიძლია რომ ფენებში, აი ზუსტად აი ამ გვერდებზე ცოტა წყალით დავასველოთ და ეგრევე დაეწება, კი ბატონო. დასაგიჟები. და შენი ჯემი იქნება შენარჩუნებული. მოდი მეორეც მოვამზადოთ რამე სხვა ჯემით და თუ შეიძლება შემირჩიეთ. და თან რაც მთავარია ამ ყველაფერს დროში ვაკეთებთ, იცით რატომ ორ წამში? იმიტომ რომ ყველაფრისთვის გვაქვს ნახევრად მზად პროდუქტები, მაგალითად პიცის ცომი. აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ. გუდვილის ბრენდის თითქმის მზად არის ხაზიდან, რომელიც დამზადებულია სწრაფი ყინვის მეთოდით. არის არაჩვეულებრივი გამოსავალი მათთვის, ვისაც უნდა პიცის მომზადება მარტივად და საკმარისი დრო არ აქვთ. ეს ცომი ისეთი მეთოდით იყინება, რომ არ კარგავს პროდუქტი გემოვნურ თვისებებს. გარდა პიცის ცომისა, ამ ხაზში ვხვდებით სხვა ბევრ საჭირო პროდუქტებს, როგორიცაა ტოლმა, კოტლეტი, პელმენი, ლობიანი და ასე შემდეგ. შეძენა შეგიძლიათ გუდვილის ყველა ფილიალში, ეს არის ფანტასტიკა, მართლა ფანტასტიკა. შემდეგ ჩართვაში ამას გავაბრწყილებთ, ორ წამში მივიღებთ ძალიან გემრიელ პიცას, ასე რომ დაგველოდეთ და გარგარზე შეაჩერეთ არჩევანი. შეიძლება. ჩემი ფავორიტი. მადლობა. ცოტა მჟავოსკენ წავიღე და კი ბატონო. მამელ გაიგაიო. ხო, გადასარევად გამოიყურება, მაყურებელსაც შეუძლია რომ ნახოს, ეს არის ბრენდი კოპი, რომელიც ექსკლუზიურად არის წარმოდგენილი გუდვილში. ველოდებით უკვე. კი ბატონო, ძალიან სწრაფად იქნება ჩვენი ღვეზელები მზად. შემდეგში რომ მოხვალთ, ღვეზელებს დაგახვედრებთ და თან პიცას გავამზადებთ. ასე რომ გამარტივებული ცხოვრება რა. და მრავალფეროვანი საკვების გვექნება ამ დილას. ასე გამოდის. საუზმეა, მერე პიცა, მერე ხორც პროდუქტები, მერე ყველი, ყველაფერი ერთად. ცოტა საუზმიდან გადავუხვიეთ, ხო? ასე გამოდის სადილამდე ლიკუნასთან ერთად. ხო, ნუ ესეთი იქნება ვალენტინობა, მე ვფიქრობ რომანტიული. მერე პოპკორნიც გვაქვს თუ მოგვინდება, ფილმს რო ჩავუჯდებით, პოპკორნსაც მოვამზადებთ სახში ძალიან მარტივად. კარგი ლიკ, მაშინ სისნაოებიც გვაქვს. აღარ შეგაწუხებთ იფუსფუსე, შენ გააგანახეთ. თქვენ არ მაწუხებთ, მაგრამ ლაშასთან გადავიდეთ. საინტერესო თემები მეც მაინტერესებს. კი ბატონო, სპორტული სიახლეები უნდა გავიგოთ. ეხლა ლაშა რამაზაშვილისგან, რომელიც შემოგვიერთდა. წავედით. გადავინაცვლოთ. კიდევ ერთხელ დილამ შვიდობისა და როგორც დაგპირდით, სუგულებში ვართ დღეს ჩვენ სამზარეულოში. გამოცხვა ჩვენი გულის ფორმის ღვეზელები, რომლისთვისაც ორად-ორი ინგრედიენტი დაგვჭირდა, ეს არის გუდვილის ფენოვანი ცომი და გულსართად გამოვიყენეთ კოპის სხვადასხვა ჯემები, რომლებიც სალომემ და არჩილმა შეარჩია. ერთადერთი რაც დაგვრჩენია, ეს არის რომ უბრალოდ არა, კარგი, კიდე მაქვს და ნაწილს იქიდან იყოს ესე. კი ბატონო, მადლობა. რაც შეეხება გამოცხობას, 8 წუთი დაგვრჩერდა დაახლოებით 160-დან 180 გრადუსამდე. და გამოვაცხოთ, რა თქმა უნდა, ჩვენს აეროგრილში, რომელიც გარდა იმისა, რომ ძალიან ბევრი ფუნქციით გამოირჩევა, ასევე არის ძალიან ლამაზი და ესეთი ხო, ძალიან საყვარლებია ნამდვილი ფაფუკია. ხო და ხედავ როგორი მარტივია, რომ დილიდან ჩვენთვის ძვირფას ადამიანებს მივანიჭოთ რაღაცნაირი სიამოვნება და ხიმილი მოგვაროთ. და ვაჩუქოთ.
კი ბატონო და ასე გავაგრძელოთ მთელი დღე და შემდეგ გადავიდეთ უკვე ძირითად კერძზე, რომლისთვისაც ასევე დაგვჭირდება სულ რამდენიმე ინგრედიენტი და რაც შეეხება რას ვამზადებთ, ეს არის პიცა, რომელსაც მოვამზადებთ, ასევე შევეცდებით, რომ მივცეთ გულის ფორმა და ერთი უკვე ესე გავაფრთხილე და გამზადებული მაქვს. მაგრამ პიცაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ცომი. ცომის მომზადება სჭირდება დრო, შემდეგ ეს უნდა დავასვენოთ, უნდა მოვიძიოთ თან ჩვენთვის სასურველი და ესეთი მარტივი რეცეპტი. კი ბატონო და როგორ გვიადვილებს ცხოვრებას გუდვილი, რადგანაც გვთავაზობს გზა პიცის ცომს. ეს არის გუდვილის ბრენდის თითქმის მზადარის ხაზიდან, რომელიც დამზადებულია სწრაფი ყინვის მეთოდით, არის არაჩვეულებრივი გამოსავალი მათთვის, ვისაც უნდა პიცის მომზადება მარტივად და საკმარისი დრო არ აქვთ. ეს ცომი ისეთი მეთოდით იყინება, რომ არ კარგავს პროდუქტი გემოვნურ თვისებებს. გარდა პიცის ცომისა, ამ ხაზში ვხვდებით სხვა ბევრ საჭირო პროდუქტსაც, მაგალითად როგორიც არის ტოლმა, კოტლეტი, პელმენი, ლობიანი და ასე შემდეგ და სხვათა შორის პილმენებისგან ძალიან ხშირად ვამზადებ წვნიანს, რაც ასევე ძალიან მოსახერხებელი და ძალიან მარტივია. ცომი იდეალურად გამოიყურება, თავადაც შეგიძლიათ ნახოთ, არის ზუსტად ერთი გუნდა, ერთი ესეთი საშუალო პიცისთვის. ვიტყოდი, რომ ერთი ულუფა არის ფანტასტიკური, ხო პირდაპირ მივირთვათ და გავაფრთხილებთ. გამოვჭერი პერგამენტისგან გული, რომელიც დამეხმარება, რომ უფრო სწორად მივცე ფორმა. კი, იმიტომ რომ ეხლა რთულია ეს ხელით იდეალურად გამოჭრა და შესაბამისად ეს არის ესეთი მარტივი გამოსავალი. მას შემდეგ, რაც გავაფრთხილებთ და ფორმასაც მივცემთ, გადავალთ უკვე მის მორთვაზე. და შეგიძლია სალომეამ შემთხვევაში დამიმეხმარო, ფარკიონის, ზეითუნის ვიყენებთ და ცოტა პირველი ფენა გადაუსვი, აი ფუნჯიც გაგიმზადე. ზემოდან რაც შეეხება соуს, ძალიან ცოტა რაოდენობით სჭირდება ტომატის соуსი, რომელიც მე წინასწარ Philips-ის მულტიფუნქციურ ბლენდერში უკვე დავაბლენდერე, ამ ბლენდერს აქვს ძლიერი ძრავი, რომლის წყალობითაც უმოკლეს დროში შეუძლია გადაამუშავოს ნებისმიერი ინგრედიენტი, როგორიც არის ხილი, ბოსტნეული და ყინულის კუბები. სხვათა შორის არც ისე ხშირად ყველა ბლენდერი ყინულს ვერ თქვებს და ვერ აბლენდერებს. 3D ტექნოლოგია, ასევე უჟანგავი ფოლადის ბასრი საჭრელი დანები, რაც იდეალურად აზავებს ინგრედიენტებს ბლენდერის მოხსნადი ნაწილების რეცხვა. შესაძლებელია ჭურჭლის სარეცხ მანქანაში და ესეც ძალიან კარგი რამ არის. კი ბატონო, აი ეს соуსაც მოგაწოდი, სალომ. და შემდეგ უკვე დავამატო ეს соуსი, ხო? იცი რა, საინტერესოა ამ ცემს სჭირდება თუ არა დასვენება, თუ გამოვიღებთ და ეგრევე შეგვიძლია დავიწყოთ საყვარელი. ეგრევე შეგვიძლია დავიწყოთ, რადგანაც ცომი არის მზად და რა მომწონს ის, რომ თითქმის მზად არის, იმის მაგივრად, რომ ჩვენ შევიძინოთ გაყინული ან მზა პიცა, ჩვენ შეგვიძლია, რომ ჩვენი რაღაც გულით მომზადებული პიცა მოვამზადოთ. კი ბატონო, და თან ისეთი პროდუქტი გამოვიყენოთ, რომელიც ჩვენ გვიყვარს. მაგალითად, პროშუტო მოგწონს, სალამი მოგწონს, თუ რაც, აი კოვზით ჯობია სალამ შემთხვევაში, ცოტა და ნახე. სიმართლე გითხრა, ეს არ ვიცოდი, თუ ზეთი ზემოდან მოწავსეთ, იმიტომ რომ პირიქით ვიცი, რომ არ მიეკროს. რო არ მიეკროს ამ შემთხვევაში, აი ესე კოვზით, რომ არ მიეკროს ამ შემთხვევაში პერგამენტი გვაქვს. დავამატო, მე ძალიან. კი, ცოტა დაამატე, მაგრამ ეს ძალიან ბევრი იქნება. ხო, იმიტომ რომ მე ძალიან დაასველებს და სიკნატუნე აღარ გვექნება. რაც შეეხება ასევე აქვე მინდა აღნიშნო გამოცხობა, სასურველია რომ ღუმელში თვითონ ეს ლანგარი იყოს ცხელი, როდესაც პიცას მასზე გადავიტანთ და ძალიან სწრაფად გამოცხება. და თან ნაკლები საფრთხეა ხო რომ მიიკრას? არ მიიკრავს, ხო, პერგამენტზეა და არ მიიკრავს და კი არა და სპეციალურად რაღაც ქვებსაც აწყობენ ხოლმე. თუ იშოვით და ესე დიდ ბრტყელქვას, შეგიძლიათ რომ ღუმელში მოათავსოთ და მასზე გადაიტანოთ შემდეგ თქვენი პიცა. ესე იგი, ლიკ, ნახე ჯერ წაუსვა ზეითუნის ზეთი და ეხლა უკვე შეგვიძლია რომ დავამატოთ. კი ბატონო, რა უცილებლად.
აგერმა ეს ერთი და აი ერთი საკმარისი იქნება. მეორე აქ გვაქვს ასევე გახეხილი პარმეზანი, რომელიც პირველ ფენად იქნება. პარმეზანი და მერე და მოცარელაც გულებით კარგი რა. მართალია ამ ფორმას არ შეინარჩუნებს, მაგრამ შეხვეცადე. შუაში მაინც საყვარელი იქნება. პარმეზანიც დავიწყოთ, ხო? მიდი, აბარა ეგ არის. კი. ძირითადი ბაზა. ფიქრობ? მერტო რა საოცარი ნაკლები. მიდი, გებრიელ, მიდი, სალო გებრიელა, მიდი, მოაყარე, კაკა დააცხე გულები აქეთ, იქეთ. აბა, მის ოჯახშიც ეს გოგო შედა, აბა, თან როგორ მოწონს და როგორ ფუსფუსებს. როგორ ლამაზად ფუსფუსებს სამზე. აი მე რას ვაკეთებ მითხარი გთხოვ. არაფერს არ ვაკეთებ, ყველაფერი არის მზად და ასეთი სამზარეულოში ფუსფუსი მიყვარს მე, როდესაც კი არ იღლები არამედ ქსიამოვნებს და იყენებ არაჩვეულებრივ პროდუქტებს, ფანტასტიკური ტექნიკა გეხმარება ამ ყველაფრის შესრულებაში და ეგ არის რა. შეგიძლია რომ დილიდან სიამოვნება მოგვარო შენს ოჯახის წევრებს. ერთი და შემდეგ უკვე საყვარელ ადამიანს. კი ბატონო, ასეა ცოტა. აღარ დარჩენთ. დადე გულები კიდე. გულებზე გადავალ ერთი. კი ბატონო. ამაცადე, ჯერ ეს გავა. თქვენ არის ჭუბოთ ხა. ასე გავუკეთებ. დიდი მადლობა. გვერდებს. და სანამ აი ამ ყველაფერს მეტი აღარ დაადო გული თორე ვერ გაუძლებს. კარგი რა. კიდე გჭირდება. აი. გავუკეთებთ ესე წოდებულ გვერდუშკებს და რაც შეეხება სანამ აი აწყობას დავიწყებთ, უმჯობესია რომ პერგამენტზე წინასწარ გადავიტანოთ, იმიტომ რომ ჩვენ ხო არა გვაქვს ეს რაღაც სპეციალური ასაღები, ხო? რომ თხელია თავს. რთული იქნება ნამდვილად და მოდი მე ხა იცი რას ვიზამ? მე მოვიტან აი ამ ცხელ ლანგარს. და გადავასრიალოთ ჩვენი და გადავასრიალოთ ზედა ლიკა გავუშვათ. ხوارჯობია რომ მე მოვიტანო ლანგარი და შენ გადაასრიალო. არა, რატო აი პირდაპირ აქედან მომიცი? აი ასე ჩამოასრიალე. აი ამ ფორმით. აი ასე. თან ცხელია და გავუშვათ ღუმელში. ნახოთ აბა რას მოინდომებს და რა ფორმით გამოწყვება. სულ ეს არის კი ბატონო, ახლა შემდეგი პიცა როგორ მოვათავსოთ? იგივენაირად ვაძლევთ ფორმას და ამასობაში ხა მე რომ არ დაგღალოთ, მე თვითონ გავაკეთებ და დაგახვედრებთ უკვე მზად. სანამ გავალთ რეკლამაზე, მანამდე მითხარი რა გრადუსზე და რამდენი ხანი? მაღალ გრადუსზე გვაქვს, სადღაც 220 გრადუსზე გვაქვს, დაახლოებით 7-8 წუთი დაგჭირდება პიცის გამოსაცხობად, კი ბატონო. რეკლამიდან რეკლამის შემდეგ უკვე გამოცხარი პიცა დაგიწებულები დაგიბრუნდებით. ასეა და მოვამზადეთ სხვადასხვანაირი პიცები გვაქვს ცოტა მწვანილი მოვაყარეთ რუკოლა გემოებისთვის ასევე გვაქვს პროშუტოთი გვაქვს მხოლოდ სალამი და ძეხვით ნუ რა თქმა უნდა ბაზაში ყველასთან გვაქვს გუდვილის მზა ცომი პიცის და გვაქვს ცოტა ზეითუნის ზეთი და პომიდორი გადასმული ზემოდან უკვე თქვენი გემოების მიხედვით რაც გიყვართ და რაც მოგწონთ ყველაფერი შეგიძლიათ მოათავსოთ. აქ კიდევ არის სხვა? კი, ეს არის უფრო მეტი მოცარელათი ჩვენი პიცა. გემრიელად გამოიყურება. კი, და რომელიც მინდა რომ ასე გადმოვიტანო, ერთი წამი ამას შევაბრუნებ და ახლა გავასწორებ. უბრალოდ ცხელს ვერსად ვერდებ. უი, მადლობა სალომე, რა კარგი გოგო ხარ. ესეც ესეთი, რომელსაც შეგვიძლია ასევე დავამატოთ ფერარინის პროშუტოები, თუ გვიყვარს და თუ მოგწონს. პროშუტო სასურველია, რომ უკვე გამომცხვარზე დავამატოთ ხოლმე. ის მომწონს ამის შეფუთვა, რადგან ეს სათითო. კი ბატონო, ცინცხალი რომ იყოს უფრო. დანარჩენი უკვე როგორც გუნებავს ფორმას მივცემთ, აქაც რუკოლას გამოვიყენებდი და მეორე კერძი, რომელიც მოვამზადეთ არის ასევე მხოლოდ ცომისგან და ჯემისგან მომზადებული, ხვეზელები ძალიან გემრიელი და ცინცხალი და რაც მთავარია, რაღაცა ორიგინალური ფორმა აქვს ამ ყველაფერს, რითიც შეგვიძლია რომ ჩვენს საყვარელ ადამიანებს გული გავუხაროთ. რატომაც არა. კი ბატონო. მე განსაკუთრებით გამიხარდა ის, რომ თითქოს ამ ფორმამ არ დაკარგა, ან გულმა არ დაკარგა თავისი ფორმა და გამოცხობის მიუხედავად მაინც შენარჩუნებულია. კი, ცომი შეინარჩუნებდა, ხა ყველი რა თქმა უნდა ვერ შეინარჩუნებდა ამ ფორმას, თუმცა თუ გვაქვს უფრო პატარა საჭრელები, მაშინ შეგვიძლია რომ ძეხვს მივცეთ ფორმა და ძეხვი შეინარჩუნებს გულის
დილის ფორმას. ამ შემთხვევაში მე არ მქონდა ესეთი პატარა და ამიტომ ვერ გავაკეთე, თუმცა შეგვიძლია ძალიან ლამაზი ფორმით. კარანერ გულიანი დილა ვაჩუქე. მეც მომწონს ძალიან ბევრი იდეა არის, რომლითაც შეგიძლიათ გაალამაზოთ ეს დღე და მეტი სიყვარული შემოუშვათ თქვენს გულებში და მადლობა. მეორეს შაქრის ფხვნილი მოვაყარეთ. შეთანხმდა ძალიან მარტივია ყოველი დილა და მადლობა შენ ამისთვის, რადგანაც კი მე მესმის რომ ჩვენ გვეხმარება ეს ყველაფერი და გუდული ჩვენი მეგობარი გვეხმარება იმაში რომ კიდევ უფრო გაგვიმარტივდეს ხო რომ მაგრამ შენ ისეთ იდეებს გვაძლევ რომ როგორც დიასახლის ასევე არ ამეგულება ადამიანი ვისაც შენთან ერთად არ გაუადვილდება სახლში სამზარეულოში ფუსფუსი. დიდი მადლობა, ძალიან მაგარი დამხმარე მყავს სალომეს სახით, მინდა გითხრათ რომ ისე კომფორტულად მეხმარება. ძალიან მიხარია. მადლობა მეგობრებო, ასე გაილია დრო დღევანდელი დღის და დღევანდელი დილის ბედნიერი დღე მინდა გისურვოთ ყველას, წარმატებული დღე მინდა გისურვოთ და თქვენ კი მადლობა გვერდში დგომისთვის და თანამშრომლობისთვის. არც უღრმესი მადლობა ყოველთვის შეფასებისთვის. და კიდევ განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მაყურებელს, რომელიც 2 საათი ნახევრის განმავლობაში ჩვენთან ერთად იყო.